დიეტას რო იწყებს ადამიანი რა, რატო ისტრესება, იცი? აი, სულ დიეტაზე ფიქრობს. აი, კვირადღე როდის მოვა, რომ დარღვევა მქონდეს, ხო ხტები და მთელი კვირა ელოდება ამ ერთ კვირას, დარღვევა როდის ექნება და მთელი კვირა არის სტრესში. ელოდება, ითმეს, აი, რა აზრი აქვს, თუ იტანჯები, რავი, გაანებ მაშინ თავი. და ეგ ტანჯოც იქიდან არის გამოწვეული, რომ ესე იგი არასწორი კვების რეჟიმი გაქვს რა, სწორ კვებაზე არ იტანჯები. სწორ კვებაზე არ უნდა ხშიოდეს. სწორ კვებაზე არ უნდა ისტრესებოდე. თუ ისტრესები და მშიერი ხარ, ну ესე იგი რაღაც ისე ბალანსირებულად ვერ აკეთებ ყოველ შემთხვევაში რა. ხო ხტები? და დარღვევასაც შეიძლება მე დარღვევებს ცოტა როგორ უყურებ, იცი? აი, ყოველს ვეუბნები ხოლმე, რომ აი საკუთარ ხელს მოусმინეთ რა. კვირაში ერთხელ კი არ დაიწესო დარღვევა. როცა მიხვდები, რომ გადაიღალე ენერგია აღარ გაქვს, დაიღალე ამ ყველაფერს ჭამეთ, აი მიდი და დაარღვიე. ხო ხტები? ეხა ისე არ გაიგონე ხა რომ ყოველდღე მინდა და მაშინ ყოველდღე დავარღვე. ყოველდღე არ გინდა. შენ რომ ყოველდღე უფრო ჩვევად გაქვს, ხო ხტები? რომ შენთვის ნორმალურია რომ სჭამო, თორე შენ რომ საერთოდ არ უნდა. შენ რომ საერთოდ არ უნდა ღამის 12 საათი დაჯე და შაურმა ჭამო ესე ვთქვათ.